ის რომ ქართულ ოცნებას ნელ-ნელა უკვე ეჭვი ეპარება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაალაგების თვალსაზრისით, ეს მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებში პერიოდულად ჩანდა, თუმცა ახლა ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა სწორედ ზაზა ჩერშათირიშვილის ვრცელ წერილში. ეს არის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ექსპერტი. გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით უფრო მეტიც დაახლოებულზე მეტად ბიძინა ივანიშვილი აწერინებს ექსპერტს საკმაოდ ვრცელ განცხადებებს და წერილებს, რომელიც ასაზრდოებს ქართული ოცნების პროპაგანდას. დღეს შათირიშვილი წერს, რომ დონალდ ტრამპს საბოლოოდ მოუწევს დაექვემდებაროს Deep State-ს, რადგან მისი დამარცხება ფაქტობრივად შეუძლებელია და ახლა ქართული ოცნება ერთადერთი რასაც უნდა დაეყრდნოს, არის ქართველი ხალხი. აქ კი ჩანს, რომ ქართული ოცნება უკვე უპერსპექტივოდ ხედავს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაალაგებას და დღეს ზაზა შათირიშვილის ამ წერილმა ქართულ ოცნებას მისცა ბიძგი, რომ კრიტიკა დაეწყოთ დონალდ ტრამპის მისამართით. მაგალითად, კახა კალაძე უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ტრამპის გამარჯვების შემდეგ არც ბიძინა ივანიშვილს, არც ვახტანგ გომელაურს და არც სხვა დასანქცირებულ პირებს სანქცია არ მოხსნიათ და ჯერჯერობით შეერთებული შტატები მათთვის სასარგებლოს ურთიერთობის დაალაგების თვალსაზრისით არაფერს ამბობს. კახა კალაძე და მისი თანაგუნდელები ამბობენ, რომ იმედს იტოვებენ, რომ დონალდ ტრამპი დაამარცხებს Deep State-ს, თუმცა ამას დრო სჭირდება და ეს განცხადებები ასევე ცხადყოფს, რომ ისინი ამზადებენ ნიადაგს, რომ ახსნან საკუთარი წარუმატებელი მცდელობები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენის. ზაზა შათირიშვილის და ზოგადად შემდგომ ქართული ოცნების ლიდერების ამ განცხადებებს წინ უსწრებდა ლევან დავითაშვილის შეხვედრა ამერიკის ელჩთან და სავარაუდოდ ვიცე-პრემიერს რობინ დანიგანმა კიდევ უფრო მეტად მკაფიოდ აუხსნა თუ რა სიტყობს შეერთებული შტატები ოცნებისგან იმისთვის, რომ ურთიერთობა ძველ ნიშნულზე დაბრუნდეს. ჩვენ რა თქმა უნდა ცოტა ადრე 3 წლით ადრე დავიწყეთ Deep State-ზე საუბარი მაშინ, როდესაც ვერავინ ვერ ბედავდა ამაზე საუბარს და გულწრფელი ვიქნები, აი გულწრფელად გეტყვით, მოლოდინი მქონდა იმის, რომ როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, საქართველოს ხელისუფლებას მადლობას ეთყოდა ამ ყველაფრისთვის. თუმცა დღეს ვართ მოლოდინის რეჟიმში. ბაიდენის ადმინისტრაციამ მაგალითისთვის მომყავს ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა იმის გამო, რომ ვითომ მას რაღაც ურთიერთობები ჰქონდა რუსეთთან. დღეს რას ხედავთ? ახლა დარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ადმინისტრაციით პირდაპირ მართავს მოლაპარაკებებს რუსეთთან, საუბრობს ურთიერთობების გადატვირთვაზე, საუბრობს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ამ დროს ბიძინა ივანიშვილი ისევ დასანქცირებულია. მაგნიცკის სიაში არის ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და არავის არ მოუხსნია სანქციები. ჩვენ ბევრ განცხადებებს ვისმენთ Deep State-თან ბრძოლაში, ის მოცემულობა, რაც დგას დღეს მსოფლიოში, რომ ახალი ადმინისტრაცია ამ ყველაფერს დაამარცხებს, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ ლაპარაკად რჩება და არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს. ამ განცხადებებში მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დაალაგების პერსპექტივას ქართული ოცნება ვერ ხედავს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ქართველი ხალხი, ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. მე არის სხვა ყველაფერი დანარჩენი. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები. გაქვთ ინფორმაცია, რაზე იყო საუბარი 2 დღის წინ ლევან დავითაშვილსა და ამერიკის ელჩს შორის ამ შეხვედრის შემდეგ დაიწერა ეს წერილი, რომელსაც ქართული ოცნება იყო ყველაფერს ნათელს ახდის არა სიტყვები, არამედ საქმე. ასე რომ საქმით გამოჩნდება, რამდენად შეძლო ახალმა ადმინისტრაციამ აი ამ არაფორმალური გავლენების დამარცხება და საქმით გამოჩნდება, რამდენად ამას ექნება შესაბამისი გავლენა საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე. არადა ქართული ოცნება საზოგადოებას ამშვიდებდა, რომ შეერთებულ შტატებში მხოლოდ დონალდ ტრამპის გამარჯვება იქნებოდა მთავარი წინაპირობა, რომლის შემდგომაც ქართული ოცნება აღადგენდა ძველ ურთიერთობებს დასავლეთთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან და ახლა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ისინი საზოგადოებას იმით აიმედებენ, რომ გამარჯვებული დონალდ ტრამპი ახლა უკვე Deep State-ს დაამარცხებს, თუმცა მისი მოლოდინი თავად ქართულ ოცნებასაც არ აქვს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქართული ოცნების ინტერესი არა შეერთებულ შტატებთან
შტატებთან ურთიერთობის დალაგება, არამედ საკუთარ ამომრჩეველთან თავის მართლება და ძალაუფლების შენარჩუნება. სხვა შემთხვევაში ცხადია, შეერთებული შტატები ქართული ოცნებისგან დემოკრატიულ პოლიტიკას ითხოვს, პირობების შესრულებას, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობა ითხოვს და ბუნებრივია, შეერთებული შტატები ამ პირობებში ასეთ პოლიტიკას ქართულ ოცნებას ვერ მოუწონებს და ვერც მასთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღადგენს. ეს ოპოზიციის თქმით კარგად იცის ქართულმა ოცნებამ და მათ განცხადებებში ოპოზიცია უკვე კითხულობს განწყობას, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივა ქართული ოცნებისთვის ფაქტობრივად აღარ არსებობს. მაგალითისთვის მომყავს მე მივესალმები ბატონი შათირიშვილის გამოსვლას ასპარეზზე. ის ყოველთვის გამოდის მაშინ, როდესაც ქართული ოცნება განიცდის ხოლმე კრახს და ძალიან მიხარია, რომ ქართული ოცნება ხვდება, რომ აი ეს პროპაგანდისტული რაღაცა ბოლი, რაც დააყენეს, რომ თურმე 20 იანვრის შემდგომ პერიოდში მათ ეკრებოდათ თვისებრივად გაუმჯობესებული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ამ პროპაგანდისტულმა ბოლმა განიცადა კრახი. და მათ მოუხდათ რომ გამოეგორებინათ ზაზა შათრიშვილი თავისი ტრადიციული რაღაცა კონსპიროლოგიური ბოდვებით deep state-თან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებულები არიან იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ არ შეცვალა თავის პოლიტიკა, არც სასანქციო პოლიტიკა, არც შეარბილა და ეს არც მოხდება, იმიტომ რომ თელმა თავისუფალმა სამყარომ და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კერძოდ ტრამპის ადმინისტრაციამ ზედმიწევნით იცის რომ დღეს საქართველოს სამწუხაროდ პროდასავლელ ქართულ ხალხს ყავს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც არის ანტიამერიკული, პრორუსული, პროჩინური და პროირანული. ბუნებრივია ჯერჯერობით ქართული ოცნება და მისი ლიდერები პირდაპირ ვერ იტყვიან, რომ დონალდ ტრამპი ვერ ამარცხებს deep states, რომ ურთიერთობა ვერ აღდგება ქართულ ოცნებასთან და ამიტომ ვიდრე ქართული ოცნების ლიდერები ამ მიმართულებით ისაუბრებენ, მანამდე როგორც წესი ექსპერტები საუბრობენ ხოლმე ქართული ოცნება ასე ავითარებს საკუთარ ნარატივს საზოგადოებაში გასავრცელებლად და სწორედ ამას შეგვიძლია მივაწეროთ ზაზა შათირიშვილის ვრცელი წერილი, რომელიც ასეთ წერილებს სწორედ ამ ინტერესით აქვეყნებს ხოლმე. ქართული ოცნება კი ამბობს, რომ მას მაინც იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი დაამარცხებს deep states, თუმცა ასევე საინტერესოა, რომ ქართულმა ოცნებამ კარგად იცის შეერთებული შტატების პოზიცია დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, კრიტიკული გზავნილები ბოლო პერიოდში გახშირდა ოცნების პოლიტიკის მისამართით და ასევე ოცნებამ ამ პირობების შესახებ კარგად იცის იმ შეხვედრებიდან, რომელიც ამერიკის ელჩთან ერთხელ მაკა ბოჭორიშვილმა, შემდგომ უკვე ლევან დავითაშვილმა გამართა.